მოგესალმებით მეგობრებო, აღმართის დაძლევის მეორე ეტაპამდე დარჩენილი არის 2 კვირაზე ნაკლები. პირველი ეტაპი ვისაც ნანახი გაქვთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ჩვენს YouTube გვერდზე. ჩვენ ვიწყებთ მზადებას. ჩვენ მანქანას ამ ეტაპზე რაც ესაჭიროება, კოლექტორი არის მოღუნული და ედება კუზაოს. ავარიის გამო არის გამოწვეული ეს, როცა დავიმტვერით მაშინ და აქედან გასდის, ეგრეთ წოდებული პრაკალტკიდან. ეს გვაქვს მოსაგვარებელი, ყუმბარა გვაქვს შესაცვლელი, მარცხენა მხარე. და ამ ყველაფერს მე გავტესტავთ და ფაქტიურად თუ სხვა არაფერი გამოჩნდა წესით და რიგით ვიქნებით მზად მეორე ეტაპისთვის. ამის შემდეგ მივალთ სხვა რბოლელებთან და ნახოთ ისინიც როგორ ემზადებიან, ასე რომ დარჩით ჩვენთან და არც გამიწევი არ დავწყდით. ეხლა წავედით რუსთავში, ვანო მძელურთან ჩავიდეთ, ნახოთ რა მდგომარეობაშია ვანოს ელოა მაქვინი მოხდა, ვერ მოხდა. მოხრუჭები გავუკეთეთ თუ საერთოდ რა შეება როგორ ემზადება გავიგოთ. ანუ მოგვიყევი შენი ელოა მაქვინის შესახებ. რა მდგომარეობაშია, რა ეტაპზე ხარ? მუხრუჭის პრობლემა მოაგვარე, ვერ მოაგვარე და როგორ ემზადები აღმართისთვის? ხო, მოკლედ ამ ეტაპისთვის ბევრი რაღაც ცვლილება გვაქვს დაგეგმილი და ჯერ კიდევ ბოლოში არ არის გასული. პირველი ტორმუზი რა თქმა მუხრუჭი რა თქმა უნდა. ყველაფერი შევცვალეთ მოკლედ რაც იყო. ანუ სუპორტები, სამუხრუჭე დისკები, მოკლედ ყველაფერი რაც იყო. ესეც? რა ქვია? თუცათად არ გიგოდგათ ეს. თუ რა მიაუწე? ეს გვინდოდა რომ დაგვეყენებინა რა. ეს მთავარი ბაჩოკი რაც აქვს. თავისი ორიგინალი რაც მოყვება амას. შედარებით პატარა ცილინდრის ზომით არის და მინდა რომ უფრო დიდი ცილინდრის ზომა ქონდეს. დიამეტრში რო დიდი იყოს უფრო? ხო, ის რახან გადიდდა მუხრუჭები, ეხლა დავაყენეთ 340. ხო, მაგას მეც ვაპირებ სხვათა შორის პეჟოს. ხო, 340-ის მუხრუჭები დავაყენეთ 4-ვე. ახალი სამუხრუჭე დისკებიც დავაყენეთ. რა ქვია, ცაპკებიც შევცვალე. რატო? რა ვიცი, მაგისი ისაც იყო, რა ქვია, იდეა რომ შეიძლება მაგისი პრობლემაც იყო რა და ალბათ და ეგეც შევცვალე რომ აი კარჩი ყველაფერი გამორიცხე რა. ხო, ყველაფერი გამორიცხე რომ აი უეჭველად რომ გატესტვით გატყავდა, გატესტე სადმე ეს თუ ჯერ არა, აი ახლა ამ ეტაპზე არის რომ უნდა ჩავასხათ სითხე, დავაჰაეროთ და უკვე შეიძლება რა. პარალელურად ვაკეთებთ კიდე ნისანის ხიდი, ყუმბარები, მაგაზე გადავდივართ რა უფრო გამძლე იყოს და მე დავუბსტოთ კიდე უფრო მეტად მანქანა და უფრო მეტი ჯანი კონდეს. ხო. აი ახლა მაგის პროცესში ვართ რა. თითქმის ბოლოში არის გასული ნისანის რაღაცების მორგება. გადაცემას ამოკლებ უფრო? არა, არ ვამოკლებ. გადაცემა ოდნავ გაიზრდება უფრო, დაგრძელდება. ოდნავ დაიგ. ხო, ოდნავ გაიზრდება. ახლა აქვს 3.23 და უნდა დავაყენოთ 3.13. რა ბორბლით დადიხარ? ეს ახლა სატესტოდ ჰარდები არის. მაგრამ ისე უნდა დავაყენო ჰენკოკია? ხო, ეს ჰენკოკი არის. მაგრამ ან პირელს დავაყენებ სოფტებს, ან მიშელინის სუპერ სოფტებს რა. იქ დიდგორში შენ ქონდა ხო რეკორდი ბოლოს? ხო, შარშანდელი რეკორდი ჩემი არის და წელს უნდა გავაუმჯობესა. რამდენი ქონდა? 2.34 რაღაცა იყო. სანამ პეჟოს გავატურბინებ იგულავ. ხო. კარჩი გადატენილი მოდიხარ რა. კი, თან დიდგორის გზა მევასება, საჩემო არის. ზოგადად ის სწრაფი და ისეთი ექსტრემალური გზები მიყვარს რა და დიდგორი ზუსტად ეგეთი არის, კლასიკური აღმართის დაძლევის გზა არის და. კი. მაგიტო ხო, ძალიან ჩქარია. კონკრეტულად აღმართის დაძლევის ის ხო, მაგარი ჩქარი გზა არის რა. იმენა გადაყრილი მიდიხარ, რა ვიცი, აი მიფრინავ ხარ. ძალიან ჩქარი გზა. ეგეთი ჩქარი არც ერთი არა მე მგონი. არც ამლევი არ არის ეგეთი ჩქარი. ხო, არ არის. არც ხალდიდი მithumetes და რა. ტოპ სპიდი ამლევში არის ხოლმე ყველაზე მეტი. ეგ იქ ბოლოში. ბოლოში, ხო. ახან ერთი იმაში მიდიხარ თორე. ხო. მთელი გზის სავლელად შარშან მაგალითად ჩქარები ყველაზე მეტი დიდგორში. ხო, შარშან მაგალითად ხო უკვე ტურბინიანი იყო, შარშან წინ იყო უტურბინო. ხო. და 40 კმ/სთ მქონდა სხვაობა მაგ. სტორმონაკვეთზე. ტურბინაში და უტურბინოში? მაქსიმუმ რამდენს მიდიხარ ხოლმე თქვა ამლევში? 230 წელი. ამლევში, აღმართის დაძლევას. დიდგორში? დიდგორში არ ვიცი, სიმართლე გითხრა, 200 რაღაცები არის, მაგდენი არ არის. ჩქარაზე, რა გულით იხედები დაბლო ბიჭო. 230.
ხო, არა, ძალიან სრულიად განსხვავებული ექსტრემალურია. არის. მაგიტო ვიძახი სულ, რომ რა ვიცი, ძმაო, არ დავეძებ ადგილებს, ღმერთმა ყველა მშვიდობით ატაროს და ადგილებს გავიყოფთ როგორც იქნება. მან დაღა გზიდან გადასვლა 220, წარმოგიდგენია, არით შეიძლება დავთავაზდეს. ხო. რა ვიცი, ჩემი. ხო, თან მანდ მაშინ აეროს რაღაცები არ გვეყენა. არც სპოილერი არ ქონდა და ეგ ეს სწორ მონაკვეთზე ძალიან არასტაბილური იყო რა, სუა ესე დადიოდა. და ეს აერო რო დავაყენეთ, რაღაც ჩავპრესეთ მაგის ხისტი რაღაცები, მე უკვე დადგა. სიჩქარეზეც უკვე სტაბილური არის. ეხლა კიდე ვაპირებთ სპლიტერის დამატებას წინ. ხო, ეგ უნდა მეკითხა სპლიტერი. ხო, ეხლა თავის ტუჩი არაყენია, რაც ქონდა ხოლმე და უნდა გადავიყვანოთ დიდ სპლიტერზე რა. ხო, მაღალ სიჩქარეზე მუშაობს ეგენი მაგრად რა. კი. ეხლა უკანა მხარეს აეროს მხრივ გაკეთებული არის ბევრი რაღაც. მთლიანად ხო გამოკრული არის ძირი და პლუს დიფუზორია გაკეთებული, პლუს სპოილერიც ეს არის აეროდინამიური სპოილერია რა. ამეების გარეშე გიცდია რეალურად აქვს ხო მაგარი სხვაობა? კი, აი ხო გეუბნები პირველ შარშან პირველი ეტაპი რო იყო ამლევში, ძალიან არასტაბილური იყო რა. როგორც კი აერო დავაყენეთ, ეგრევე სხვანაირი გახდა ეგრევე მაგრამ. ნუ პლუს კიდე რაღაცა ხისტი რაღაცები დავაყენეთ, ჩავპრესეთ ეგენიც დაეხმარა, მაგრამ მაინც ის აქვს რა. რეგულირებაც აქვს ფრთას. შემიძლია ეგეც დავარეგულირებ. ეხლა ის წინაკლია რა. და სპლიტერს რო დავაყენებთ, მე საინტერესო იქნება. ცხენი ისევ ისე გაქვს 550 ფარგლებში. თუ ეხლა დავამატებ ცოტა. ეხლა 500 აქვს ხო ამ მომენტისთვის და ფიქრობ რომ უკვე სპირტის შეერევაც დაიწყო და გადავანასტროიკო მაგაზე რა. და უფრო გამოცოცხლდება. 1.600-მდე ახლა. ხო. სავარაუდოდ. აი ესენ დავაყენე კიდე საინტერესო, ჯერ დანასტროიკებული არ არის ხო, ანუ არა, კაია, კაი, შედობაში ნელა დაანასტროიკე. 100-ს ხა ამას მოვუმატებ, უცებ რამე რო იყოს და. ხო. აუ, ატმოზე უნდა ბლოკი უნდა შეცვალო და ღერძი შეცვალო და რა ვიცი, მაუ, იმენა. კი, კი. ახლა გაატორბინე შენც რა. ხო, არა, ვაპირე, ხო. კლასი უნდა შევიცვალო რა, ზევით ავიდე. ტურბო პეჟეტი, თელი ცხოვრება მინდოდა რა, ტურბოს აი, იმენა ღავი მესის მებოხომე და ბიჭო, არც საქალაქო მყოლია ტურბინიანი რა, არასოდეს და არც სპორტული და. რა ვიცი, პატარაც აღარა ვარ რა, ცოტა ხანიცა დავარებებ თავს და. მე უკან აღარ დაუბრუნდები. არა, ხო. მაგრამ მაინტერესებს, არა, ვიცი როგორ ის იქნება, მაგარი იქნება და მაგიტომაც მინდა. სრულიად განსხვავებული სატარებელია თან. აი მაგალითად ატმო რო იყო ეს და იმის მერე ტურბინა, აი სრულიად განსხვავებული მანქანაა რა. ხო, არა, ტარებით გამიტარებია ტურბინიანი მანქანები და სასწაულია რა. თან იმპრეზა აღმართზე სასიარულოდაც სხვანაირია. რო დაისპულება და რო გახსნის, აი რა ვიცი, მაგარი кайფია. ბევრად რთულია ისე რა. ხო, რთული არის, ხო, აი უცებ რო არა გაქვს და უცებ რო ამდენი გაქვს, ეგრევე ხო. სამართავად რთული იქნება, მაგრამ მაგარია, ხო. წარმატებებს გისურვებ, ჩემო ძმა. მადლობა, შენც მოგებებს გისურვებ. და ტორმოზის გამართვას გისურვებ. ხო, აი ახლა ხო გაიმართება უეჭველი და დიდგორის ეტაპზე ახალი რეკორდი უნდა დავდოთ. ჩვენი შემდეგი მონაწილე ირაკლი ჯამჯღავაა. ირა მოგუტევია, აბა, შენი მზადების შესახებ, შენი გეგმების შესახებ. წინა პირველ ეტაპზე დამპროული მანქანის შეჯიბზე რატო მოხვედი, რა მოგივიდა? მოგესალმებით პირველ რიგში, ირაკლი ვარ ჯამჯღავა, ჩემი ავტომობილი Civic-ი, ზრავიდით 24. მანქანა მოაძალეთ აღმართის დაძლევისთვის პირველი ეტაპი იმაგრელო, წინას და ვიარეთ კიდევაც, მაგრამ მოკლე ისტორია ეგეთია, რომ გზაში სანამ შეჯიბზე მივდიოდით სპეციალ შეცდომით მოგეთ მოვივიდა ავარია, გზაში დავინტორეთ, მოვივიდა ავარია, გზა ჩაბიჭრეს და სული იყო და არ ვეძებთ ესეთ მანივრს და ნუ მოკლედ მოხდა შეცდომა, ავარია მოვივიდა შეჯიბზე მაინც მივხედავთ საშინელ განეცემი მანქანისა, მაინც გამოიწყალი შეჯიბზე. შენ დავგეხვარნენ მაქსიმალურად ყველაფერი გავასწორეთ, გეომეტრია, რაზვარი და ამ შემდეგ ყველაფერი წყობში მოვიყარეთ, თუმცა ეტაპის სიარულისას მაინც კოჯუხიც გატეხე, ხო? მაინც უკვე სავარჯიშო გარბენის დროს თბილანა გატყდა კოლოფში და დაზიანდა კოლოფის გასაცმი, ესე რომ ვთქვა და ვეღარ გავაგზავნეთ მონაწილეობა ცეცხლის გაგვეკიდა და ცეცხლი ჩავაკრეთ.
ეს არის 64 დაახლოებით საბურავზე 270 წელი აქვს. ძრავზე რა გამოდის დაახლოებით 300-305 ეს სადღაც ესე დაახლოებით დინოზე გადაჩნია რომელი დინოა. ნუ ვარავდოთ 300-ის საშუალოდ უნდა ქონდეს. წონა არა გვიწონია ასე რომ ვთქვათ, ვერი მოდიფიკაცია გავაკეთეთ, მაგრამ სულ გადავაკეთეთ, მაგრამ მეც ვუყავ რომ სადღაც 900-ის ფარგლებში უნდა იყოს. ხო, პლუს მინუს სადღაც ეგეთ წონაზე უნდა აგმაო ჩქარია მანქანა. ეხლა 900 კილოზე კი, ძრავს ამიშივით არაფერს, ძალიან ჩქარია მანქანა, უბრალოდ ტექნიკური პრობლემა გვაქვს, კოლოფი გვაქვს მოსაგვარებელი, საბურავები და ამჟამად კოლოფს ზემანები, კოლოფი მეორე სიჩქარის პრობლემა გვაქვს. მეორე სიჩქარიდან აგდებს მეორე სიჩქარიდან და შევცვალეთ კულანებიც, ყველა ნაწილი რაც მეორე სიჩქარით ეხება, მაგრამ მაინც არის ყველა და კარტერიც გავდეხეთ ხო, წინა ვარჯიშზე, კარტერი გზიდან მეორე სიჩქარიდან ამოგდების გამო, მიზე შედეგობრივია ეს ყველაფერი, სიჩქარიდან ამოგდების დროს ხო გადაცდა მოსახვევს და გადავედით გზიდან, ჩავარდით კარტერი, გატყდა კარტერი, მე მთელი ღამე ვადუღეთ, შეჯიბზე მაინც გამოვედით რა. შეჯიბზე მაინც არ გამოტოვეთ, თარბოლა, მაგრამ ხო, ჩვენი თავარი მიზანი რა თქმა უნდა აღმართის დაძლევაა და ვეცდებით რომ აღმართის დაძლევის სრულად მომზადება. სატესტო იდეაში ვტესტავთ ეხლა რაღაცებს, იმიტომ რომ ამანქანაზე ძალიან ბევრი გეომეტრია შევცვალეთ. თავისი აკერმანებით, კასტერებით და რაზვალებით ძალიან სრულიად სხვა მანქანა არის და ბევრი ფიქრი ჭირდება და გასწორება გეომეტრიის რომ მანქანამ კარგად მოუხვიოს. ეხლა ამ ეტაპზე მანქანა კარგად ვერ უხვევს. აშკარად მოსახვევში მიჩოჩავს ცხვირი, იმიტომ რომ აი ეს კასტერები და აკერმანები რაც მოახსენე, გვაქვს დასარეგულირებელი არეულია აშკარად, იმიტომ რომ წეროს გეომეტრია შევცვალეთ, თლიანად დავამოკლეთ წერო, იმიტომ რომ მანქანა დავლა რომ დავწიეთ ზედა გიტარა ძალიან მაღლა დარჩა, ამიტომ წერო დავამოკლეთ, რომ გიტარა გაგვესწორებინა. ამან გამოიწვია აკერმანის არევა. ჯერჯერობით აკერმანი ვერ გავასწორეთ, მაგრამ ვებძვით ამ პრობლემას. შეიძლება საერთოდ სხვა სისტემაზე გადავაწყოთ, იდეაში გვაქვს რომ Mazda M-ის წეროზე გადავიდეთ თლიანად, რომელსაც ორივე გიტარა დაბლა აქვს და აკერმანის გასწორება უფრო ადვილი იქნება, მეტი ოპცია გვიქნება, მაგრამ ეს კიდე დამატებით შრომა იქნება და ეს როდის მოხერხდება არ ვიცი. რაც თავარია სპონსორები გვერდში მიდგანან, ვახსენეთ შეგვარემ Progress Project-ი არის ჩვენი თავარი სპონსორი, საპროექტო ორგანიზაცია კონსტრუქციული ვალვოლინი, რომელიც ზეთებით გვამარაგებს, ტექნიკური გუნდის სკუდერია ენცოფლონტი, რომელიც თლიანად ტექნიკურ მანქანის მომზადებაზეა პასუხისმგებელი და ასევე ჩემი ბიძაშვილი ბილი ჯანჯღო, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და ერთსამით ამშვენდება რა. ასე რომ გუნდი ასე თუ ისე შეკრულია და ვეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი გავხდეთ. წარმატებას გისურვებთ. შენც ასევე წარმატებები და შევხვდებით მომავალ აღმართებაში. ეხლა წავიდეთ ქართული ავტოსპორტის ლეგენდასთან არჩილ ბიძინაში. ბიჭოს მაგარი არის რა, მაგრამ ამაზე მაგარი აი ეს. გამოიწერეთ რა ამ კაცის არხი რა, YouTube არხი გამოიწერეთ რა ამ კაცის არხი. ბოლი გავიჭე. იტოქში ემზადები აღმართის. აი რა შურებოდა იცი, დაუშვათ ნახევრამდე რო ჩამოუხვე რულს რა, საჭეს რო დაატრიალებ ნახევრამდე, ესა ვეღარ გააგორებდი მე მანქანას რა. ხო, იქით აი ხო იცი, აი ხისტი ბლოკი რო კარო გაგდა რო გიშილის ხელს რა. ერთი არის, იქით მოუხვევდი, აქეთ მოუხვევდი რა მნიშვნელობა აქვს რა. ორივე თანაბარი იყო რა. ანუ ჩემი წყობში ერთი ეს ხო ის მიყენია, სხვა რულაო იმიყენია რა. თავისი ხო არ არის. არა, იმისი პრიუსის კი არა, ბოდიში, პრიუსის CT200 Lexus-ის რა. ხო, ის მიყენია რა, ხო და ეგ ხო იცი, მაინც ისეთ სიზუსტეში ხო მიახლოებით იმ ადგილას მიყენია რა, სადაც უნდა იდგეს რა. და ისაც შეიძლება რევს რა, დაუშვათ, ხო დგას ესე რა. სწორად ხო უნდა იყოს რა. აი, ოდნავ წინ იყურებოდა რა, რულავოი უკან იყო, ეს ოდნავ წინ იყურებოდა რა. თულები, ანუ კასტერში მქონდა ქვევით გაწეულები რა და რავი, ახლა ცოტა მივიყვანეთ, ცოტა უკან მივიყვანე, გავათანაბრე რა. დანარჩენად წყობში ხარ ყველანაირად? დანარჩენად კი წყობში ვარ, რა ვიცი, აბა, ნახოთ. ძრავი კოლოფი რამე. ძრავი, კოლოფი, რავი, ყველაფერი იდეალურად მუშაობს. ეხლა დრაგზეც რო გავტესტე, ძალიან მაგრად იმუშავა ყველაფერმა რა. ძრავმა გადართვა, სიჩქარეების გადართვა რა, არაფერი არ გამიმაზია. მაგრამ დრაგისთვის მომზადება უნდა სხვანაირად რა. ეს თულები დახრილი არ უნდა გქონდეს და ასე შემდეგ რა. ხო. ეს სუპორტები ალფა რომეოსი გიყენია, ხო?
სუპორტები ადრეს ალფა რომეოსი მეყენა, მაგრამ ძველი მოდელის და ეს ჯულიასია რა, ეს ახალი მოდელია. ანუ კოტეტაზე რო ვიარე რა, წინაზე რა, გამიცხელდა ტორმუზე მეთქი რა ჭირს რა მოვიდა. ვიდეოშიც ჩანს იმით. ძველი მე ვიფიქრე მეთქი, არა ეხლა მსუბუქია მანქანა, ამხელა ტორმუზები აქვს და წეის არ უნდა გაცხელდეს რა. ჟიტკოსტის ის მისხია რა, მოტულის მისხია 660. RBF 660. ხო, აი ეს რაც არის რა, სპორტული რა. ხო და მე ესენი რომ მოხსენი იურას მივეცი რა და იურამ რომ დაშალა კაროჩე რა პორშინები ესა ტუგათ იყო რა ანუ იჭედებოდა რა ხო და წარმაშენია რომ ქონდა გაცხელდა ჟიტკოსი და მე ტორმუზიც ჩავარდა ხო რა რუჩნიკით ვაჩერებდი ეს ამეებით აღარ გამიტესტია მე ეხლა ეს ახალი მოდელია მაინც რა შეჯიბრამდე ხა ერთი დღე უნდა წაიყვანო გასტესად სადმე სად არა დრაგზე გავტესტე სწორეზე და მოსახოებებში რავი სად უნდა გატესტო რა ვიცი აი ხა 4 ერთნაირი ბორბლით მიუხვე ლილოში მაგრა იტესტება ისე მაგარი ის არის რა რელიეფი აღმართი გადახრილი გადმოხრილი უაზე ხარ მიდი წამოვიდე არა წამოიღებ აი მოიდა სხვაგან არ წაიღო რა ვიცი არ გადაუხვიოს რა ვიცი აი ბოქსებიდან იწყება ყველაფერი რა ვინ როგორ ემზადება ვისაც აქ თავისუფალი დრო მეტი არა უნდა გაემზადო ესე როგორ შეიძლება ყველაზე მაგრამ აინც ვანო მძევლური ემზადებოდა რა ნუ შაკო ციხელაშვილზე არა მაქვს საუბარი ისაც მაგარი მოწესრიგებული და მომზადებულები მოდიოდნენ ნუ შარშან ვანო შემეცოდა რა მართლა ისეთი ფაქტი მოხდა რომ ო შარშან ყველა პონჩი ფინიში უნდოდა და ისეთი რამე მოხდა აი რაც აი რავი სასწაული რა ო ვანოს ვეკითხებოდი იმას აღმართის რამდენი თაფინიშებეთ კიდე 230-ით ხო და წარმოიდგინე რა აღმართის დაძლევაზე ხანსად გიწევს სიარული ხანსად ნუ გზას კეტავდა ჩვეულებრივი ის არის რა გზა არის რა დაუშვათ რომელიმე რაიონში ან აგერ შემოგარენში რა ხო ეხა დიდგორში ხო დიდგორში და მიდიხარ რა ხეებში გამიდი რა ერთი 160 ხო გაქვს რა ჩვენ მე მაქვს 160 სადღაც მინიმუმ 160-იც გაქვს და 180 ნუ სუბარუს შეიძლება 200 კონდეს და უფრო ჩქარმანქანებს მეტი კიდე რა და ძალიან საშიშია რა აი რაღაც რო მოხდეს რავი ან რა ვიცი რა 1000 რამე ხდება რა ძალიან სახიფათო სპორტი სახიფათოა რა ყველაზე უსაფრთხო ხო სახიფათო სახეობა ეგ აღმართი რა და ძალიან მაგარი კი ყველაზე უსაფრთხო მაინც ტრეკია რა გაღობილში რომ მიდიხარ იქ ისეთი ის არ მოგდის ხო გზასო გადაცდები მე გზას რო გადაცდები ხრეშის მერე ისეთი ჯებირებია რომ არ იმტრევი რა პირდაპირ ისი არ ეჯახები რა ბოლო ხევში არ ვარდები რა ო მაგრამ აი იქ ცოტა დიდგორზე რამხელა გადასავარდები მანდ რო გადავარდეს ვიღაც ყოველს ჯორი ხო და რაღაცა აი არ ვიცი რა ნეტარდერები უნდა იდოს ცოტა მეტი ისე ჩქარ მონაკვეთები უნდა დავარდეს ანუ სიჩქარე უნდა დავარდეს 200 პლუსით დადიან ხო არ შეიძლება არა 200-მდე აი ჩემი პროფესიონალური თვალით რასაც უყურე ხო არ უნდა ახვიდე რა 200 არ ამგონია მე 200 არ დამიდია არა 180 ალბათ 200 არა ვერ მოვიტყუები ხო ცოტა სიჩქარე უნდა დავარდეს რა ჩქარი მანქანებისთვის საშიში იქ ამლებში სტარტ-ფინიშზე რამდენი მიდიხარ სტარტ-ფინიშზე რა მეხუთეთი რა 180 იღებს მეხუთე ჩემი რა ხო მე-6 არ გიწევს არა ნუ 180 მიდიხარ 180 წავალ შეიძლება ცოტა ესა მე-6-ეს ეხლა სხვა გადაცემა მიყენია მე მგონი ის ესა თავარი გადაცემა მეყენა ცოტა გზელი 5-1 რა და მე-5 ცოტა მეტ წავიდოდა რა ანუ 180 ცოტა გაცდებოდა ცოტა რა მაგრამ მაინც აღმართი იყო იქ ის მეყენა თან ცოტა სუსტი ძრავი რომელიც იყო ორი და ეხლა რამდენი ეხლა ჩქარი ეხლა ესა ანუ ეს ძრავი რაც ჩავდე მე რა ბურუსი იყო იმ შეჯიბზე სადაც ვიარეთ დიდგორ ოღონდ იქიდან ქვედამხრიდან რა ბურუსი იყო მად ვერ გავტესტე მერე იყო აქ მახათაზეც ჩქარი ძრავით ვერაფერს ვერ გაიგებ მათ ისეთი ის არის ტექნიკური გზა პარნები და რავი დრაგზე გავტესტე რა ეს მანქანა ეხლა კიდე დრაგზეც კიდე ანუ იმ ძრავით 12 და 5 მქონდა იმ ძრავით რა ნუ ეხლა სტრეჩნი ქარი იყო რა წინიდან ბორბალიც არ იყო რა ბორბალიც ფაქტიურად და მაინც ესა დავაფიქსირე 12.9 დავაფიქსირე მაინც რა
ოღონდ ეხლა წონაც პრინციპში რავი რა არ ვიყავი. რამდენი კილოა შენ? 920 კილო 940 ეგრე რა ბენზინით რა. ნუ ეხლა 300 ცხენი ზალა. 300 ექნება. მაგარია. კი, ამას უნდა ბორბალი რა ეხლა რა. ბორბალი გინდა. ბორბალი უნდა. მე უყევარ და ბორბალი არ არის თო. აი მეებით ხო. აზრექსი. ბაზარი არ არის. გამოიწერეთ ამ კაცის არხი, YouTube არხი გამოიწერეთ, რომ ბაჩო ჯოხაძეს არხი გამოიწერეთ. სანზონა იწერენ, უკდავია. ძმაო, იწერენ, მაგათ ვენაცვალი, ჯიგირები არის. ერნესტას ნახელავია რა, ჩემი მანქანა რა. ხო. და დადის რა, კარგად. ერთნაირად არის და არის. არის და არის სტაბილურად, ძმაო. ეხა ეს ახალი გალოკავი დააფარეთ, ჩაასწორეთ. კი, ამაზე გამისწორა, კი. всё, ძალიან კაი. გამისწორა ჩვეულებრივ ბენზინზე რა, რაც არის, ცოტა ხო მაინც გაფუჭდა რა ბენზინები რა. არა, ეხლა ისეთი კაი, მაგრამ მუშაობს რა. რავი, რამდენი შეჯიბრი ვატარე და არაფერი არ მოსვლია რა და ჯვარი წერია, ხო, არაფერი მოვიდეს. იმუშაობს. ანუ სუფთად მუშაობს და თან ცოტა საწოვს. აი, კი. ეხლა ვფიქრობ გაზზე ხო არ გადავიყო. მადლობა ერნესტ ბაბაიანს, მადლობა დიდი. მაგრამ თვითონ ვერ ავხედავთ ჯერ. დადუგა მანქანა როგორც ვიცი. გამოვიდეს. ამ დადუგა რა და აღმართზე უნდა გამოსულა. ო, შემოგვიერთდება და კაია. მაგრამ მაინც რა ყველაზე კაი შეჯიბრები მაინც რუსთავშია რა. აი კოტეტას შეჯიბრი რომ მომწონს, ეგეთი კოტეტა მეც მომწონს. არაფერი არ არის რა. ან წრიული რბოლა რა, წრიული რბოლა რაც ნუ არ არის ახლა ჯერჯერობით. კი, BMW-ში არის, ბაზარი არაა, მაგრამ წარმატებებს გისურვებ, შენგენაცვალე, წარმატებებს გისურვებ. გამოიწერეთ. დაღმართეს და სწორზეც და ყველა. ამ კაცის არხი გამოიწერეთ, არაწყენია. ბაჩო ჯოხაძის არხი აუცილებლად გამოიწერეთ. YouTube-ერი. მადლობა. გენაცვალე. ჩვენი შემდეგი მონაწილე დავით მაჩულიშვილი. დავით. მოგვიყევი შენი გეგმების შესახებ, აბა, ორი სიტყვით. რითი დადიოდი, რითი ეხლა აპირებს სიარულს შემდეგ ეტაპზე? ჯერ სალამი, მოგესალმებით. შენ გამოწერეს მივესალმები. ეს არის ახალი პროექტი აღმართის დაძლევისთვის. იმით კი იცი გამოვედი ამ მანქანით. ის არის სტოკი. ანუ არახელი არ მგადებული, წონაში ძალიან მძიმეა. პირველი ორი შეჯიბრი ისეთი გამოვიდა, რომ ანუ სატესტოდ იყო. ხო, სატესტოდ იყო ეს, მაგრამ ეს არის სპეცე და ამას შავდით 2 და 5. ამასაც უკვე იმენა ბაევო. აი, ეს კი ბაევო. წონასაც მივჭირით, მოვჭირით. როგორც გეცერო მყავს დაჭრილი, ისე დავამჩადებ. ტატოსთან ვართ, ტურბოს ვაყენებთ ფარში. ხო, პირდაპირ ფარში. როგორც გეცერვაზე მაქვს. და კულერსაც წინ, რაღაცებს იმ მანქანას აბედი უნდა იწევს, რა და ძალიან ლამაზი მანქანაა. ის ჯერ ცოტა ხანი მეყოლება რაღაც, იმით უფრო სწავლა, რა ვისწავლი რაღაცებს. ხო, და მიეჩვიო რა. მარტო სისწრაფე არ არის, ჩემზე კარგად იცი, ახლა რაც სჭირდება. ხო, სისწრაფე არ არის, თავარი მათ მოსახოვების ჩქარა გავლა არის რა იდეაში. კი. ჯანიც რა თქმა უნდა, უჩველი ჯანის ჭირდება. ხო და ახლა რაღაც დებიუტანტი ვარ, მაგიტომ მინდა რომ ისიც ყავდეს და ესეც ჯერ რა და ნელ-ნელა ამაზე გადმოვერთობ. ამ შეჯიბზე ხამით გამოვალ, 17-ში ამით ვაპირებ გამოსვლა. 17-ში ამითი გამოდი. კი, 17-ში ამით გამოვალ და შემდეგზე უკვე ხო, ეს დოკიც არის და походу წონაში ვაფშე არ ახლა ჩარეულ. არა, წონა ის მართლა იმენა საკატაოდ და ამის ვერაფერს არა, ვერავინ ვერაფერს. პაკეშკაც შინური მიყენია, დასაწყებად ნორმალური იყო რა. სხვა რავი, ამაზე რა შეიძლება ითქვას, ვაფშე ყველაფერი სტოკი აქვს, პადესკა აყენია რა, დისკიც ფაქტურად სტოკია რა. სხვა რავი. იმაზე რა დისკები უნდა გეყენოს? იმაზე არა, იმაზე მაგარი. აქედან არაფერი არ გადავა. ამაზე არაფერი არ გადავა, აქედან იმაზე არაფერი ეს პროსტა სავარჯიშოდ გეყოლება. ეს სავარჯიშოდ მეყოლება და ის გეყოლება სასეჯიბო. წავა მაშინ იმასთან. კაი, წავით იმასთან. ეს სპეცი არის თუ რა? ეს არის სპეცია, რა ჩატია ისედაც მაგაზე რა. სუბუქი ვერსია, ხო? სუბუქი ვერსია, ხო. ძრავი რა აქვს? ძრავი ეს 2 და 5 ეიაგის. ესეთი ჩამოვიდა რა, ანუ ამერიკიდან, ანუ სხვა მანქანა ჩამოვიყვანე და ამაზე გადავსბორე. ჩამოვიყვანე სპეციალურად ამის დონორისთვის და ცეპლენია აყენია 2 დისკიანი, 2 და 5-ია იაგის ძრავი. ტურბოს ვაყენებ აქ, აი ფარში როქიდან, ხო, ფართან და
წყლის გაგრილებით ვაპირებდით, მაგრამ მე მაინც რატოღაც გეცერვა ხო ესე მყავს. ხო, და მაინც ქულერით გადაწყვეტ. კი, და ქულერით გადაწყვიტე ესე რა. ჯერ ესეც ვთი რა და წონაში არის ხა ეს მანქანა ტონა 400 და 150 200 კილოს მოხსნი. 150-ს მაინც მოხსნი ამას რა. პლასმასის ან პლასმასის ხო ყველაფერი რა. უკანა ბაგაჟნიკს ფიქრობ კარბონი დავაყენო, მთლიანად კარბონი, მძიმეა ბაგაჟნიკი, კარებებს ამოვჭრი პლასმასები და რაღაცებს კიდე ამოვიდა. რამდენ ცხენზე უნდა ყავდეს? 500. 500? 500 დასაწყისში და მე ალბათ შეიძლება 700 რა. ამდენს დამჭირდება. რომ რაღაცა შედეგი დავდო, იმდეს ვაპირებთ რა. კაროჩი გადატენილი მოდიხარ რა. იმიტომ რომ დავზამასყი, ხო იცი როგორ ეხა თუ გინდა დრაგ შევადარებ სხვა შეჯიბზე მე არ მიმიღია მონაწილეობა. ხო. დრაგს რო შევადარო, აი როგორ შედარება, იცი? დრაგზე ხო არ გამოსულ ხარ შენ? მე არა. აი 9 წამიანი кайფი აქვს დრაგს. აი 9 წამი მიდიხარ და აქ მიდიხარ 4 წუთი რა, 3 წუთი ახევარი და შეიძლება ყველგან გადავარდო. ადრენალინში ხარ, აი ვაფშე. ხო, გიჟივით ხარ რა და დრაგზეც ვაპირებ გამოსვას, არ ვიზახი რომ იმაზე არ გამოვა. ამით თუ ის ჯეცერვა არა, ჯეცერვას გამოვიყვან ამ წელს აუცილებლად. ჯეცერვა ეხა ცნობილია, ვინც დრაგს ადევნის თუ ამკურს და ვისაც დრაგი უყავს. ვიღაცებს ახსოვს, ჯეცერვა ყველას ეხსოვნება, ეხა ცნობილი. ვიღაცებს არ ახსოვს რა, ანუ 9:30-ში თუ 9:03-ში დადიოდა. 9:30-ში დადიოდა იგი მანქანა რა, ანუ რაღაცები გაუკეთე. კი. იმის მერე ტურბო შეიცვალა. ძრავი ფაქტიურად იგივე ძრავია. ხო, სხვა სლიკი და ისე იგივე, მაგრამ ამ ეტაპზე მასე დავიწყებ ამ წელს და მაშინ სპირტზე არ იყო მაშინ. არა, სპირტზე არ, ბენზინზე იყო რა. სუფთა ბენზინზე. ეხლა ეგ რო სპირტზე დაანასტრო იყო ესე რომ თქვა, 1:9 და 1:9-ში გაიგო. 9 და 2, 9 და 3-ს ფიქრობ რომ გავივილი, მაგრამ მექანიკა, იმიტომ რომ ეს სპირტი ბევრის საშუალებას იძლევა რა, რომ ლავილება გააკეთონ ასე. კი, ტურბოს დიდი მიყენია უფრო, მაღლებში უკეთესად მიდიოდა. კი, უკეთესად კი არა, არანორმალურად მიდიოდა, მაგრამ შეჯიბრი ასე პერებო იქონდა ორი ბაბინაზე რაღაც ნუ ვერ გავმართე და ბოლო დღეს მოვიდომით გამართო როგორც ხო, кайხანი ესე დრაგზე არ ჩამხაში. კი. დაახლოებით 5-6 წელს ერთხელ მივიდა. ეს დრაგსტერი კაცია მაღმართზე, საიდან მოხდი? რავი, რაღაცა მოვიწამლე რა, დავინტერესდი და მართა მაგარია რა. მაგარია ხო, ერთი ის არის რომ მაყურებელი, ხო, სახიფათოა, მაგრამ მაყურებელი დრაგთან შედარებით. მაყურებელი ნაკლები ყავს მეგმიკვირს, იმიტომ რომ თვითონ როგორც სპორტი ეს უფრო ბევრად საინტერესოა. უფრო რისკიანიც არის. ხო, რთულია, ხაძელია. შენზეც არის დამოკიდებული და უფრო დიდხანს შეიძლება. მანქანას მაგარი გინდა და შენც მაგრად უნდა აიარო, თორე არ გექნება კაიდი. ვისაც სპორტი უყვარს და ზოგადად ავტომობილები უყვარს, ჩემი აზრით აღმართის დაძლევაზე და ეგეთ იმაზე უნდა იაროს. რა მარტო დრაგი არა, დრაგზე ხა გადაჭედილი იყო, მე დრაგი მაგრად მიყვარს. თელი ცხოვრება დრაგის დიდი გამოცდილება გაქვს. დრაგამდე სანამ დრაგზე გამოვიდოდი, თელი ცხოვრება 16-17 წლიდან მაინც სპორტული მანქანები ყავდა და გვიწევდა 100 თვის ხო სხვა პერიოდი იყო რა ტრეკზე იყო თუ ნუ გვიწევდა სიარული სწრაფად სიარული და სწრაფად სიარული მიყვარს დრაგი მიყვარს მაგრამ ეს ვაფშე სხვა სპორტია რა ამასაც ყურადღება უნდა მიექცეს აუცილებლად ხალხმა უნდა დააფასოს ეს იგი აღმართზე უნდა ველოდოთ ცეცხლის ფრქვეველ იმპრეზას კი ანუ ვაპირებ რომ 2027-ის უკვე ამით იული ხო კი ამ წელშიც უკვე ამით ვილი ამ წელშიც მოეწება ბოლოს აი ბოლოს ამით ვივლი ამ წელშიც მოეწება ბოლოს იქ რო იქნება მახათას თაზე რო იქნება უკვე ამით მოეწება აუცილებლად ამით ვილი და ანტილაგი და ანუ რაც სუბარუს უხდება რა ხდება ის რა ყველაფერი იქნება რა მახათას აი შვენიერ წარმატებებს გისურვებ ბანო და შენც ასევე შენ პროექტებიც ვიცი და გიყურებ გამოიწერეთ ბაჩოს არხი მეც მალე გავაკეთებ შემახსოვს ჩემი ვიდეოები არ დაიკარგოს რა იმიტომ რომ ძველი ვიდეოები სულ დაკარგული მაქვს ეცერვის იმიტომ რომ ვიდეო არ მაქვს არაფერი და კი აუცილებლად უნდა გავაკეთებ და ჩემი ის მექნება რა რო გავაკეთებ მე ერთად გადავიღოთ კოლაბორაცია გავაკეთებ პირველი ვიდეოც ერთად გადავიღოთ პირველი ვიდეო საერთოდ რომ შავიყვან გეცერვა შავიყვან რუსთავში ხო ამასაც შავიყვან ორივეს მომზადებული იქნება და იქ კიდე ერთი ვიდეო გადავიღოთ ხო მე ჩემი პეჟოთი მოვა всё მოსულა აბა წარმატებები შენც ასევე წარმატებები